როგორ ხართ? გუშინ ვიყიდეთ ძაღლისთვის ნექს გარცვას მოვხოლმე და უკვე ნაჭამი იყო, დღეისთვის შევინახე და ახლა ვეძებ დავანგრიე სახი და არ არის. კიდევ კარგი მერე საღამოს არ გავსულო, არ გარეთ, კი გავედი, მაგრამ ნაგავი არ გამიტანია. ქექე და ვიპოვე. ამის გადაგდება იქნებოდა. გულმა დამარყვა. ხოდა მოუმზადოთ ქალბატონს, ესე კი ამიერთმევს. 9 ჯერ საერთოდ სასუნთქი რო გადაუკეტო, არ გადაყლაპავს. ახლა ვეტიკიას მე ხოლმე მაინც აყლაპებს როგორღაც, მაგრამ ჩაუტავს ხოლმე. მაგრამ მე მიჭირს გადევინება, ამიტომ სერვში გავხსნე. რო სული და გემოდი და ვერ გაიგოს. თანამას მოვამზადებ. ისინი ჩაღურიოთ. ჩვეულებრივ აჯაბსთან და საჭმელთან ერთად თუ არ შევაყოლე, არ არსებობს რომ მოატყუო. ხო, ჯერ ადრია, მაგრამ ერთ წუთში უნდა წახვიდე. ორშაბათს მასწავლებელი. ნათასი არ იქნება? ხო და ორშაბათის ნაცვლად დღეს უტარებს. დღეს შაბათია. არ ვიცი ეს ვიდეოების დაიდება ზოგადად. მაგრამ ახლა შაბათია. 2:30 და მე ჯერ არც კი ჩავიცვამს. ხოდა? მე პოპო, სუნი მოგივიდა? ვაიმე როგორ უყვარს ჩემს რომ ვეღარ გავხსენი ეს ხერი. აი, აჰა. არა და თვითონ ამასაც კარგი ბუბურა. საჭმლის სუნი აქვს, მაგრამ არა, ისი ამოარჩევს. ვაიმე, ისი ამოარჩევს და დაგიგდებს გვერდზე. ყველანაირი მეთოდი გვაქვს დაცადი და წონე ჩოი. სასწაულ რაღაცებს მიკეთებს ხოლმე ეს საძაგელი. აჰა, ისი აურიო, საერთოდ არ იმჩნევა არაფერი. მიირთმევს ქალბატონი გადასარევად. ეს რა არის? აი ამ ნაგლს უყურეთ რა, ხო გადაყლაპას მოლოკა მოწმინდა. სად უგდია? წამალი სად უგდია? მიგვაქვს ჩვეულებრივი ომი გვაქვს. მიდი, შეჭამა. გინდა პირზე მოუჭირე ხელი და აი იმ კაცმა რო გაგიკეთა და მართლა რო ჩაგაყალაპა, აი ეგრე გიზა მიწოდე. მიდი. არ გადმოგდო თორე დაგაყლავ. გოგო. საერთოდ ხო გინდა გარეთ ვეღარ გახვალեք თუ არ შეჭამე, მიდი. გადაყლაპე ახლა თუ ნამდვილი პრანჭვა. გუბე. ვემზადები ერთ კარგ ადგილზე წასასვლელად. თმამაქვს გასაშრობი მარტო. ჩემი და ბუბუს ორთაბრძოლა არ გაინტერესებს, რითი დამთავრდა, როგორც პატარა ბავშვს, ისე დაუფხვენი, დავასხი წყალი და ძალით ჩავასხი. ოღონდ ახლა რას ვხვდები, იცი? ეს ისევ დავისწორო, წინაზე რომ მქონდა. თუ აქაც დავიხუიო. სადმე წასვლის დროს ხო მუდმივი დილემა გვაქვს ხოლმე. რა ჩავიცვა? გახსნილ მდგომარეობაში ოღონდ. წინაზე შეკროლი ვიცი. არ არის ცუდი ვარიანტი. ეს კოკაიას ორეულის ზედა. გულები მოვაცალე. სადღაც კამარი უნდა მეგდოს მაგის. ნეტასად. ეს ხო არ ქნათ. წინა საღამოსაც მოვისინჯე და ძირითადად უფრო გადაწყვეტილი მქონდა რომ მესამეს ჩავიცვამდი, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვიცი რატომ მეორე ვარიანტმა უფრო რაღაცნაირად თავი კომფორტულად მაგრძნობინა. ამიტომ გადაწყდა მეორე. აი ჯიბი არა, მაგრამ არ აღიშევს. შარვას აქვს. აი როგორც იქნა ბოლოში გავედი, ძალიან სწრაფად მოვემზადე პრინციპში. ეს იყო ჩვენი მეგობრის ბავშვის ნათლობა, სადაც ვიყავით მთელი სამეზობლო, ასე ვთქვათ. ხო, უკვე ველოდებოდი. უკვე გამზადებული და მაიმუნობით გამყავდა დრო. ესეც მეორე დღე დაგიბრუნდით ჩემო ძვირფასე. მოკლედ გუშინ. დავიცი მშვენივრად
გადაიარა გუშინდელმა დღე, შვენიერი საღამო იყო. სადღაც 11-ის ნახევრისთვის მოვედი სახლში, ხო? ახალც მივდივარ და მივდივარ სად? პატარა საქმე გვაქვს მე გვანცესთან მილინ წერს. თან მომენატრეო, შენცო დათაცო გიოც და ბუბუცკი ძალიან მომენატრაო გუშინ წერდა. ჯერ დრო მაქვს. გაზე ვიჭორა. მოკლედ მოვიფიქრე წასვლა, ჯერ მეთქი იქნება მამამისმა ინებოს და დაიტოვოს ეს ბავშვი, მაგრამ ნუ რას ვიზავთ, ხო ისიც საფსახური აქვს, რომ მე კი ამოხტები ხოლმე და ამოფრინდები, მაგრამ რეალურად ნუ თავზე ვიძალა არ არის რა. თავზე ვიძალა არ არის. დათას გარეშე არ გამოვა. არ დარჩება და ვერც დავტოვებ მარტოს ახლა მთელი დღე. ჩემ მეგობარს აქვს პატარა საქმე. და მე საღამოს ერთად წამოვად. თუმცა მინდოდა რომ დავრჩენილიყავი. ორშაბათს აქვს პროექტი, მთელი კვირა ბავშვები აკეთებენ, ამზადებენ და ორშაბათს უნდა ჩააბარონ რუსულს. ეს პროექტი თან ჩვენთან არის დატოვებული და ვერც გააცდენს. აი ესე შუაში გაგვეკვეხა და რეალურად პრობლემაა რა, რეალურად. მაფერხებს ეგ ამბავი ძალიან. თორე ძალიან კარგი იქნებოდა დღეს რომ წავსულიყავი და გამოვიბლიდი. და ჩამოვიდოდი და ზოგადად კარგი დაითხოვეთ ეს ბავშვები ხალხო რატო გვაწამეთ? როგორც იყო ხოლმე 23-24 მაისს ხო გვითხოვდნენ ჩვენ რა ჩემ დროს ეგრე იყო. დაითხოვეთ, დაიწყეთ 1 სექტემბერს, რატო იწყებს 17-ში, დაიწყეთ 1-ში, თქვენ დაიწყე. ისე რომ აი ესე გამოცხვა ჩემი დღევანდელი გასეირნების ამბავი ხო ვფიქრობ. ყავა დავლიო თუ არ დავლიო? Ciao. ასე თუ ისე წამოვედით და კიდევ კარგი რომ გიორგი არ დავტოვე და მარტო დათა არ წამოვიყვანე. აი კიდევ კარგი რომ ემილი მამიტეხა გიორგი და წამოვიყვანე ორივე. იმიტომ რომ გზაშივე გადაწყდა ჩვენი დარჩენა. კაია ხო დედა რომ წამოხვედი? როგორ გაგიმართლა შენსა და მეც ხო? მაგრად გაგვიმართლა, აი არ ვიცი, ბეჭვის ხიდზე გავიარეთ. დაჩაზე არიან ბავშვები. ჩვეულებრივად დაჩაზე არიან ბავშვები. მეც სუფთა ჰაერზე ვისვენებ. გვიანია უკვე. ცოტა დავიღალე. სასიამოვნოდ რა თქმა უნდა. კარგი იყო. დღეს. უი ხო. ესე იგი, გზაში რომ წამოვედით. კიდევ კარგი რომ მარტო დათა არ წამოვიყვანე, თორე მართლა გული დამარტყამდა და რატო? ანუ ემილი მატეხა გიორგი. და ნუ შემეცოდა რა, მარტო ეს რატო დამეტოვა ახლა თუ ან ერთი უნდა წაიყვანო, ანუ უბრალოდ ან ორივე უნდა წაიყვანო და ან არც ერთი, ხო ესეა? წესით. და რაღაცნაირად არ გამიშვა ნამუსმა და კიდევ კარგი. თორე მარტო დათასთვის, დათასთან ერთად წამოსულიყავი, გული დამარტყავდა, იმიტომ რომ ყველა ვარიანტი მისაბრუნებელი გავხდებოდი და აბა გამოიცანით რა მოხდა? ბოლოზარია ორშაბათს. წინა ბოლოზარზეც ეგრე მოუწია, წავიდა გიორგი და 9 საათში დაბრუნდა, გახსოვთ მგონი ვიდეოშიც ვთქვი. ხო და მასწავლებელმა დაგვაწია მესიჯი, რომ მოკლედ შემიძლია დაორჩეთ ამ, მაგრამ თავარია ის რის გამოც განსაკუთრებით რის გამოც უნდა დაუბრუნებულიყავით თან მოსიკვდილოდ აი ამ პროექტის გამო გამორიცხულია რომ მოკლედ ჩაიბაროს მასწავლებელმა და ისე რომ არაფერი არ დაშავდება მაგით მივაჭრელებთ ხვალაც მე ზეგაც ანკათა თუ არ გავს თორე არ არსებობს და მე წავალ სახლში დამშაბათ საღამოსვე იმიტომ რომ ახარ მინდა რომ გავაცდენი რომ ვერ გავაცდენინებ შვენიერი 2-3 დღიანი განტვირთვა გამომივა გადასარევად გამოვიდა ყველაფერი აი ესე ვერც ვიფიქრებდი იდეალურად ახლა ყავას მოვიმზადებ ჰაერზე დავლებ მაქსიმალურად ბევრი ჰაერი სუფთა ჰაერი ვიყნოსოთ მაგარი სუფთა ჰაერი მაგრამ მაგ დაჩაზე ვარ ხო სოფლი და ხო ჩაბოვდივართ თბილისში ვარ ხოლმე ჩვენ ზოგადად დაჩაზე და ახლა ბუბურაც წამოიზარდა უკვე და მამობილი პატრონობს ასე თუ ისე ხამე მაინც ყოველ შემთხვევაში მიდის ხოლმე და მთლად მარტო არ არის და დღეც შეხედავს შვიდად ვარ და უკვე მიჩვეულია თავის სივრცეს თავის სახს და არ უჭირს არაფერი საერთოდ და გადასარევად არის იმიტომ რომ სულ ესეა ბუბუს რო ჩამოვიყვადი ხოლმე აქ ზუსტად 20 წუთში იყო შავი თეთრი აღარ იყო ჩემი ბრდღიალა
საზიზღრობა ხელს ვეღარ დაადერდი, ისეთი მაძუნგალა ხდებოდა ხოლმე. როგორც ერთი ბავშვი ყავდეს დატოვებული, ზუსტად ეგეთი შეგრძნება მაქვს. ძალიან აი მაგ მხრივ არის რაღაცნაირად ხელფეხის შემკრავი რა, როცა შინაური ცხოველი ყავს. ძალიან რთულია მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რომ უპატრონოდ არ არის, საჭმელი აქვს, ასმენი აქვს, შეხედავენ, მიხედავენ და ასე შემდეგ. არც არაფერს არ აკეთებს, არც არაფერს არ აფუჭებს, სხვათა შორის ძირითადად ძინავს. ძინავს ხოლმე არის თავისთვის წყნარად მშვიდად. ხმასაც არ ამოიღებს. აი კარები რო ჩამოიღო, როცა სახლში მარტოა, რო ჩამოანგრიო კარები, ხმას არ ამოიღებს და თუ ვინმე სახლშია და კიბეზე რო ერთი ზედმეტი გაფხაკუნება გაიგოს, აი დაანგრევს კედლებს. შიშა რამწეს და ძინავს, არავინ არ აყავს ხოლმე. ეთყობა დასაცავი თუ რა ვიცი, ჟინია თუ რა სჭირს არ ვიცი. და გემშვიდობებით. გამოიწერეთ არხი, გამოიწერეთ მოგეზარებათ. ხაპუჭა, ციმი, ხაპუჭა. ცემი მატლაკვეჩა გოგო უიმე ისუკური რომ მაჩუქრეს ნახეთ სამაჯური თავისი M100 აბარა უჯი ყოლულო